ლაიქები მოხოთ და ბევრი ძალიან. აუ, ესე ტესტი მინდა გავაკეთო რა, ვისაც ნოტიფიკაცია არ მოგდით ზოგადად არხიდან, შეგიძლიათ გაუქმოთ გამოწერა. ვაფშე ვინც უყურებთ გამოწერილი ყავართ, გაუქმეთ გამოწერა და თავიდან გამოიწერეთ არხი. მოკლედ ის 5 წინა ვიდეოში რაც ვთქვი, მისტერი ბოქსის 5 ჩამოვიდა 200 ლარიანი. ვაფშე აზზე არ ვარ, რა დევს შიგნით, რა იქნება, როგორ იქნება. ალექსანდრე და იო დამეხმარებიან. Так, ალექსანდრე და იო გვეხმარება დღეს. ეს ნაუშნიკები სხვათა შორის ახლა რაც ჩანდა ეკრანში, გავტესტე და ძალიან კაი იყო. ალექსანდრე და იო დაგვეხმარებიან, ოღონდ 5-ს მე გავხსნა. რა უქენით ამ სოსის. რამდამან ახლა რა მინდო და კაშ თქვენ მომაწოდეთ, მე არ ვიცი ხო ისედაც რა. და რაც გინდათ ის მომაწოდეთ და იმას გავხსნი მე. მე არ გიყურებთ ახლა თქვენ. განახსნელია? თქვენ გახსენით? არა, ასე იყოს. ჭედებული. თქვენ დედას შევე აღნა მომაპატიეთ, მაგრამ კაიკია, მაგრამ რატო გახსნეს, ბიჭო? იგი ასე ინტერესს. სატენი მოყვა, ეს მოყვა, მარშალები აწერია, კაი ნაუშნიკებია. შვენიალურია, მინდა გითხრათ, ნუ ხმა არ ვიცი, რაფერი რთვება ისიც არ ვიცი, მაგრამ რატოა გახსნილი, ეგ ვერ მივხვდი. ნაბოზრებმა ნახეს ორიგინალი არაა ზრმა, შეიძლება ეს გავათამაშოთ ვაფშე კომენტარებში. ბევრი კომენტარი მჭირდება, მოკლედ და რანდომად რამეს გავათამაშოთ. კომენტარებში დაწერეთ ვის რა გინდათ რა. აქ ამოსულიდან ვის რა გინდათ ის დაწერეთ და რანდომად რო გაუშვებ, იმას გამოგიგზავნით რაც ამოვა რა. ვინც ამოვა და რა ექნება დაწერილი. პროსტა კომენტარებში დაწერეთ. ნაუშნიკი, მარშალი, შეიძლება ბევრი ნაუშნიკი. ნუ მეუნებით რეებია. ნუ მასპოილერებთ. ოპა. ეს რა. აი მომწონა. მე მგონი ამის დაწერას აზრი არ აქვს უკვე მივხვდით რაფერ გუხარდათ. ტელევიზორზეც ერთება, აგერ ტულპანები მოყვა. აი ეს ასეთ შეგიძლია ითამაშო შეერთების გარეშე. ანუ მარიო და რაღაცეებია შიგნით სავარაუდოდ. სტარტის ღილაკი რომელია აქ? Rest skip super. ვარხადავ. ამას არ ვათამაშებთ. აი გვინდა, ხო? აი ჯოისტიკია, ამაზე შეერთებ, იმას ტელევიზორზე შეერთებ და შეგიძლია 5 შეინა. აი. ხო, რა მარიოა მოკლედ რა. 2 hours later. ოშენ დედას. დინამიკი ხო, ეს ის დინამიკი. ბუნებაში წაიღებ რადიოს მოусმენ. დაწერეთ კომენტარებში ეს ჯოისტიკის დაწერეთ, არაა პრობლემა. ახალს გამოვიწერთ და ახალს გავათამაშოთ, არ იქნება. ბუნებაში მშვენიერი იქნება. მთელი ფაქტი რაცა, ახლა გეტყვით, ყველაზე კაი ფაქტი რაცა, ძიმია. რახან ძიმია თვითონ ეს დინამიკი, ესე იგი ძალიან კაია რა. პიზდეც. ვერდიდა ბოლომდე უწიე. რადიოც აქვს. აი ცეკ. ხო რა, მშვენიერი დინამიკია. დაწერეთ წითელი დინამიკი კომენტარებში და ვინც მოიგებს გამოგიგზავნით. შემდეგი. მაიტაც შემდეგი 5. შემდეგი 5 წნევის აპარატი. მეიგოს სიდედრმა 709-ზე აქვს მის დღემში და სიდედრმა წნევის აპარატი. აი, კარჩ წნევის აპარატი რა.
მიდი. დიდი მოყვა. წნევის აპარატი. ფირმას ქვია შიგნით მოყვა. გააფსით. ეგ ხელზე დასაბნევინა. საღო, წნევის აპარატი. ვისაც გაწუხებთ წნევა და ვინც ჩემი არხის სათავიდან მომყვევით, თქვენს ბევრები ხართ ფაქტიურად, აი ესე რომ დაწერეთ წნევა და მიიღებთ საჩუქრად ამას თუ გაიმარჯვებთ. ხო, ეს სადანები TikTok-ში, რა ვინმეს თუ გინდათ დაწერეთ კომენტარებში რა. Oh my god. Oh my god. მასაზის. Oh my god. საიდან ვერ მოჩართო, ოღონდ არ ვიცი. დამჯდარია ძალიან. კაი, ამას მე გავტესტოთ რა. ესეთი მასაჟორია. ყველა იმას ყუჩი. ამოდის. მოკლედ, ბევრი ლაიქები გჭირდება. შემდეგი ეპიზოდი რო გადავიღოთ. კომენტარებში არ დაგავიწყდეთ, დაწერეთ რა ნივთი მოგეწონა და რა გინდებიან რო გქონდეთ და რანდომად გავათამაშებ ყველა პონჩი. ბევრი ლაიქი და ბევრი ესეთი კონტენტი. თვეში ერთხელ ესეთი კონტენტი გადავიღოთ და დავდოთ. აი ეს მასაჟორ ვიბრატორ. ჩვენები რაღაცეები ამოვიდა, მინდა გითხრათ, ბავშვებო. ძალიან კაი რაღაცეები ამოვიდა რა. კიდე ერთი. აგიც გავხსნათ, მოი ტრაკი გამოუჭრათ. ეს ჩვენი ძმა არის. ხო. მოკლედ მშვენიერი გამოვიდა რა. თუ 1000 ლაიქზე ავალთ მარტო 200 ლარიანებია რა. ხო და თუ ვიპოვე 1000 ლარიანი ყუთი, 1000 ლარიან ყუთს ვიყიდი. რა ის გახსნილი რო იყო, ეგ ფაქტი არ მომეწონა ძალიან და შემდეგში უნდა სადაც ჩამოდის ეს პოსტით. ნუ სადაც ჩადის რა. კაც კომპანია არის რაღაცა, სადაც ჩადის აშკარად იქეკებიან რა და ბიჭო რავი რა ყველამ ნახეთ ეხა მე გავხსენი ის და ტეხავს რა მაგრა ტეხავს რა რომე ისა რა ქვია ამოდის გახსნილი რა და რავი რა აზრი ჩაუგდებ მე ამის ადმინისტრაციას ანუ საპორტები ყავდა ვიდეოს ჩაუგდებ უეჭველი ჩაუგდებ თან რა ხო და რაც იქნება რა მოკლედ 1000 ლაიქი გვინდა და ვეცდები ვიყიდო 1000 ლარიანი ყუთი თუ არის ვყიდულობ ყველა პონჩი თორე ძირითადად 200 ლარიან ყუთებს ვიყიდი და გავხსნი რა გავათამაშებ ყოველთვის ერთ საჩუქარს აუცილებლად 200 ლარი გადავიხადეთ არ ვიცი რა მოდის შიგნით მაგრამ ფასთა მიხედვით ეხა რო გადახედო 200 ლარი ამან მოიღო რა იმიტომ რომ აი მასაჟორი არ ღირს იაფი ის დინამიკი 30 ლარი მაინც ღირს ნაუშნიკებიც იგივენაირად იდეაში ეგრე ღირს რა მოკლედ ნორმ რა ასე რომ წავედი ხა მე კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა რომ მიყურეთ აბა ჰედ და აბა ხოთ